საქართველოს პრეზიდენტი დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური დანიშნულების დანაყოფისთვის შერჩეული სამხედროების საბაზისო სპეციალური მომზადების პირველ ეტაპს დაესწრო. ჯარების უმაღლეს მთავარსარდალს სწავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირადად გააცნო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სასწავლო კლასები და ობიექტები დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი საჩვენებელ წვნაზე სრულყოფებოდა. ჩვენ ხედავთ ქართულ ჯარისკაცებს, რომლებიც სწავლობენ არა მხოლოდ მექანიკურად საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, არამედ ინტელექტუალურად ძალიან ღრმა კურსს გადიან და მე დავესწარი ამ სწავლებას და მე შტაბის ქვეშ ვარ იმ წარმატებებისგან, რაც აქვთ ჩვენს ჯარისკაცებს. ჩვენი შერაღებული ძალების სპეციალურ ოპერაციების ძალებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ ჩაატარონ სრულყოფილი ოპერაციები. აქედან გამომდინარე დღეს პრეზიდენტს საჩვენებელი, ასე ვთქვათ, სწავლება უჩვენეთ.